ჩვენ გვაქვს შექმნილი მდგომარეობა, სადაც ფაქტობრივად ივანიშვილი და მისი რეჟიმი იქცა ერთის მხრივ რუსეთის და ჩვენ ნახეთ ხო სანქციები, მას შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და ვიცით რომ აქედან საქართველოს ტერიტორიიდან, კონტროლებადი ტერიტორიიდან, ხულების ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან რუსეთის დასანქცია და რუსული ნავთობი გადიოდა და მისი გადამუშავება ხდებოდა და ახლა ვხედავთ სეპარატისტების დახმარებას, ყოველ შემთხვევაში ღიად ამას ამობენ. ერთიც და მეორეც ეს არის ჩვენი უსაფრთხოების დიდი გამოწვევა, მათ შორის ჩვენ ვიცით რომ რუსეთში არის ძალიან დიდი პრობლემა ნავთობთან დაკავშირებით, არის საათებით რიგებში დგანან რუსები, არის ასე ვთქვათ, მათ შორის მოქალაქეების დონეზე დაპირისპირება ამის ფონზე და არაერთი ვიდეო გავრცელებულა სოციალურ ქსელში და ჩვენ ვხედავთ რომ ეს ავაზაკები, ეს კრიმინალები თან თითქოს პასუხისგებლობის აცილებას ცდილობენ რომ ბიზნეს აბრალებენ. მათ ძალიან ბევრი კანონის დარღვევა ხდება ეს ერთი, მეორე ხდება ის, რომ ჩვენ უბრალოდ ვერ ვიღებთ განმარტებას, რისთვის და რატომ შედის ეს ნავთობი სეპარატისტების და რუსეთის კონტროლებარ ტერიტორიაზე. ანუ ის რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის არის ეს რაღაც ჰუმანიტარული დახმარება, არ არის თქვენთვის? მე არა, ჯერ ერთი ჩვენ არავინ არ ვიცით ეს არის ჰუმანიტარული დახმარება თუ არა, ეს ერთი, მეორე. ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს კაფეო შეფასება და კაფეო პოზიცია. განმარტება უნდა იყოს გაკეთებული. ჯერ ერთისა რომ ვისი ნავთობი შედის, ანუ ამასაც ღიად არ ამობენ, ვისგან იყიდა იმ კომპანიამ ნავთობი, რომელიც შეიტანა რუსული ნავთობი ბრუნდება, თუ აზერბაიჯანულია, თუ ევროპული ნავთობია. ანუ უნდა გაირკვეს ის თუ რა მიზნებს და ამოცანებს ემსახურება. მაგრამ აქ თავარი საკითხი არის შემდეგში. ჩვენი ბრძოლა, რომელიც უკვე არის ასე ვთქვათ უწყვეტი 2 წელია თითქმის ჩვენი ბრძოლა არის ბრძოლა თავისუფლებისთვის მაგრამ როცა საუბრობთ ბრძოლა თავისუფლებისთვის ჩვენ საუბრობთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ერთიანი საქართველოს იდეისთვის ვიბრძვით და ირაკლი კობახიძე ყველაფერს აკეთებს ახლა რომ საქართველოს არ იყოს ერთიანი ირაკლი კობახიძე აკეთებს ყველაფერს იმის რომ ასიამონოს გრუს ასე ვთქვათ გრუსში მომზადებული ტექსტებით ელაპარაკოს საქართველოს და ასიამონოს პუტინი და მისი ასე ვთქვათ წარმომადგენლები ერთ შემთხვევა ლავროვის და მედვედევის განცხადება ირაკლი კობახიძის განცხადებას ჩვენი ამოცანა რა უნდა იყოს ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის ბოლო 2 წელია კი არა ეს არის საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ისტორია ესეთია ჩვენი იდენტობა ესეთია რომ ჩვენ ვიბრძვით იმისათვის რომ ეს ქვეყანა იყოს ერთიანი და თავისუფალი და ჩვენ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში იმდენად მნიშვნელოვნად შეიზღუდა ადამიანების უფლებები და თავისუფლებები აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ თავისუფლებას და დიახ თავისუფლებასთან ერთად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და რა ის ოცნება რაც ირაკლი კობახიძეს აქვს რომ საქართველოს იყოს დაშლილი დანაწევრებული სეპარატისტები იყვნენ გაჯეჯილებული ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ისინი როდესაც ქართველებს უკრძალავენ ქართული ენის სწავლას და მათ შორის ქართულ მოსახლეობას ყოველდღიურად დევნიან ეთნიკურ ქართველებზეა საუბარი ყოველდღიურად დევნიან და ამის შესახებ არაერთი ფაქტი არსებობს ის რომ ჩვენ ვიცით თუ როგორი იქცევა საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთის ტერიტორიაზე როგორ იქცევიან და ექცევიან ქართველებს მათ შორის როგორი დამოკიდებულებაა ჩვენი ქვეყნის მიმართ ესენი ეს რუსეთის დავალების შემსრულებელი ეს საქმე აუცილებლად გამოძიების საგანი იქნება ეს არ არის მარტივი რომ ჰუმანიტარული როცა ჩვენ საუბრობთ ბენზინის ნავთობის და მსგავსი პროდუქტების მიწოდებაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეს არ არის მარტივი ეს არ არის სამედიცინო დახმარება ზოგადად როგორ უყურებთ ამ საკითხს ეს არ არის სამედიცინო დახმარება რომელიც კონკრეტულ აფხაზს ჭირდება კონკრეტულ პიროვნებას ეს არ არის ის ელექტროენერგიის დახმარება რომელიც ასევე კონკრეტულ აფხაზს შეიძლება ჭირდებოდეს მაგრამ ბიძინა ივანიშვილი კრიმინალებთან ერთად სეპარატისტებთან ერთად და რუსებთან ერთად აკეთებს ფულს წარმოიდგინეთ რა ხარისხზე გვაქვს ესენიც მაგას აკეთებენ ანუ ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ეგრეთ წოდებული ხელისუფლება რომლებიც შეეკნენ სეპარატისტებს შეეკნენ რუსებს და საქართველოს აქციეს ერთის მხრივ სანქციების თავის არიდებით ყველაზე მთავარ ტერიტორიად მთელ მსოფლიოში სხვათა შორის მთელ მსოფლიოში ეს ერთი მეორე საქართველოს აქციეს
სახელმწიფო, სადაც ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც გავრცელდა პირდაპირ რუსული მესიჯი გრუს მიერ მოფიქრებული, რომელიც ამბობს იმას, რომ საქართველოში არის რუსოფობია. კი ბატონო, ამაზე მაგრამ რუსოფილები გვაბრალებენ რუსოფობიას. ბატონო? ერთი კითხვა მაინც დამრჩა საწოლზე. ანუ არის ისეთი შემთხვევა, როცა თქვენ დარწმუნდებოდით, რომ ეს მართლაც ჰუმანიტარული დახმარებაა. ანუ ჩემ პოზიციას მთავრობა ოფიციალურად ვისგან ყიდულობს, მივიდა თუ არა ადრესატამდე, ან რა რაოდენობით იყო და იქნება მიწოდებული ინფორმაცია და გამჭვირვალობა თქვენ ეჭვებს მოგიხსნით და არ არსებობს შემთხვევა, როცა ამას გაამართლეთ. მაქვს ამის ეს ვერ იქნება გამჭვირვალე. გამორიცხულია იმ ქვეყანას, რომელსაც აქვს და ამ შემთხვევაში რუსეთზეა საუბარი. ბენზინის პრობლემა, უბრალოდ მოსახლეობა ბენზინს ვერ ასხამს. ასევე იმ ოკუპირებულ ტერიტორიას, სადაც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს რუსეთი. ჩვენ ვაწვით ნავთობს და ბენზინს. ეს უკვე გადაწყვეტილად პრობლემაა. რა გამჭვირვალობაზეა საუბარი? ანუ საერთოდ აქ რაზეა საუბარი? როგორი უნდა იყოს ამის გამჭვირვალობა? ჩვენ ვიცით, რომ მათ შორის მთელი მსოფლიო ასანქცირებს, მეცაც გეტყვით, არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ სხვადასხვა ტერიტორიულ წყლებში რუსულ ტანკერებს, რომელსაც ნავთობი გადააქვს, სხვადასხვა ევროპული თუ ამერიკული შესაბამის სამსახურების და საზღვრის დაცვის და საზღვაო დაცვის პოლიცია აპატიმრებს ამ გემებს, ასანქცირებს ამ გემებს და ასე შემდეგ. და ესენი დაალაგებენ, ასე ვთქვათ, ავტომობილების და ბენზინმზიდის რაღაც ეშელონებს და ასე აგზავნიან. ეს აუცილებლად ადრე თუ გვიან ამაში მონაწილე ადამიანები, ვინც ხელს უწყობს საქართველოში დაპირისპირებას, ჩვენი ქვეყნის დაშლას, ჩვენი ქვეყნის იდენტობის დაკარგვას და ვინც საქართველოში რუსულ საქმეს აკეთებს, აუცილებლად მოეთხოვება პასუხი. აუცილებლად მოეთხოვება პასუხი და ყაველაშვილმა რაც თქვა, ისე აღმოჩნდება ბოლოს. ეს არის ერთ-ერთი ესე იქნება. დღეს წყალგამყოფი არის, შემდეგ ვერ გავიმეორებ თქვენს ეთერში. მაგრამ ესე იქნება აუცილებლად ვინც რუსულ საქმეს აკეთებს, ვერაცდება ამ საქმეს. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ ჩვენ ვიცოდეთ რომ საქართველოს ერთიანობას, საქართველოს სახელმწიფოებრიობას, საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს ღირსებას ვინც შეურაცხყოფს და დღეს ერი აი ლავროვი შეგიძლიათ ვერც განასხვაოთ შეიძლება. ლავროვი ამბობდა რომ რუსოფობია არის მოდებული და ეს არის რაღაცა deep state-ის და ასე თქვა დასავლური ძალების. ერთ-ერთი გაიმეორა ირაკლი კობახიძე. ეს შეუძლია გააკეთოს მხოლოდ საქართველოს გაცხადებულმა მტერმა. სხვას არ შეუძლია გააკეთოს და გრუსში მომზადებული მესიჯებით საკუთარ მოსახლეობას ემუქრებოდეს. დღეს ის მე მინდა კითხო თქვენ როგორ ახსენით ეს კამპანია, რომელიც ომის დაწყებამდე, ანუ თარიღამდე დაიწყო ირაკლი კობახიძემ და შემდეგ ყოველ ჯერზე ამ თემაზე საუბრობდა. ის რაც ომზე ითქვა, ალბათ მოულოდნელი არც ყოფილა და აგვისტოს მძიმე დღეები არ შეიძლება ფაქტობრივად ამის გარეშე დასრულდეს და ჩაიაროს, ამას უკვე მივეჩვიეთ, მაგრამ აი რუსოფობიაზე საუბარი რითი აიხსნება? ერთია თქვენი მოსაზრება, რაც მომისმენია, რომ რუსეთის დავალებით ხდება თუ რუსეთის თვის სიამოვნების მისანიჭებლად, მაგრამ ახლა რაში დასჭირდა ხელისუფლებას ამაზე საუბარი? მე მინდა გითხრათ, რომ ეს ბოლო წლებში აქტიური, ასე ვთქვათ, მესიჯია. სხვათა შორის უკრაინაში 2022 წლის თებერვლისში თავდასხმის სტარტზე რუსოფობია იყო ერთ-ერთი მთავარი ხაზი, რასაც აბრალებდნენ უკრაინელებს რუსები. ეს ერთი. მეორე, ეს უბრალოდ ასე ვთქვათ, საინფორმაციო ომისთვის გამოიყენა კობახიძემ აგვისტოს ომის ასე ვთქვათ თარიღები და ასევე აფხაზეთში ომის დაწყების თარიღი და ამ ამბებს მოაყოლა, რომ ეს ასე ვთქვათ რაღაც ლოგიკურ ჯაშტვით ჩაესვა მისი აზრით. მაგრამ ეს ემსახურება შემდეგ რამეს. ეს არის პირდაპირ ხაზგასმა იმისა, თუ ვინ არის რუსეთის მოკავშირე. ამით რუსეთს ეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ თქვენი მოკავშირე და თქვენი გზავნილი რაც არის არა მხოლოდ ქართველების მიმართ, არამედ სოფლიო საზოგადოების მიმართ, ჩვენ ამ გზავნილს გავატარებთ. საქართველოში არანაირი რუსოფობია მტკიცება? არა, კი, ჭირდებათ, რა თქმა უნდა. საქართველოში არანაირი რუსოფობია არ არის. მაგრამ საქართველოში რომ არ არის კეთილგანწყობა ოკუპანტის მიმართ, ეს არის ლოგიკური და ჯანსაღი.
პრობლემა იქნებოდა მხოლოდ მაშინ, რომ საქართველოში უყვარდეთ ოკუპანტი. პრობლემა იქნებოდა მხოლოდ მაშინ, რომ საქართველოში უყვარდეთ პუტინი. პრობლემა იქნებოდა მხოლოდ მაშინ, რომ საქართველოში უყვარდეთ ირაკლი კობახიძე. ეს ვერ მოხდება, გამორიცხულია ეს ესე რომ იყოს. აქედან გამომდინარე, თან ქართველებს არ გვეშლება სტუმართ მასპინძლობა. ხშირად ცდილობენ, რომ აქცენტი გააკეთონ სტუმართ მასპინძლობას. სტუმარ მასპინძლობა არის ჩვენი ისტორიის და იდენტობის ნაწილი, ჩვენი კულტურის ნაწილია. და აქედან გამომდინარე, ოკუპანტის სიყვარული ან ოკუპანტის სიძულვილი და სტუმარ მასპინძლობა არანაირ კავშირში არა ერთმანეთთან. ერთი არის ლოგიკური, როცა ოკუპანტი გძულს, როდესაც ის ადამიანები გძულს, ვინც აუპატიურებდა, კლავდა, ფიზიკურად უსწორდებოდა და ანადგურებდა 100,000-ობით ადამიანს დაატოვებინა საკუთარი საცხოვრებელი. ეს ადამიანები და ამის შემსრულებლები რო გძულდეს, ეს საერთოდ არ არის გასაკვირი. პირიქით, მაგრამ ასევე შენ რომ ტურისტს აქ იღებდე, ვინც არ უნდა იყოს, რუსი იქნება, ფრანგი, გერმანელი თუ ამერიკელი, იღებდე და მასპინძლობდე ისე როგორც ტურისტისთვის არის დამახასიათებელი, ეს პირიქით, ეს სწორია და ესეც უნდა გაკეთდეს. ტურისტები უნდა მივიღოთ ყველა ქვეყნიდან, რომელიც რა თქმა უნდა, არ უჭერს ხარს ოკუპაციას და არ უჭერს ხარს შენი ქვეყნის განადგურებას და აღიარებს შენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებს შენი ქვეყნის სუვერენიტეტს და არ გთვლის საკუთარი ქვეყნის ნაწილად. და მესამე საკითხი და მნიშვნელოვანი, მე ვერ გავერკვიე და ღიად ვსვავ ამ შეკითხვას. როგორ შეიძლება ადამიანი ტურისტად იყოს 2 წელი, 4 წელი, 6 წელი, 6 თვე, 3 თვე, როდესმე ანუ ეგ სტატუსიც არ აქვს მათ. სტატუსი არ აქვს, როგორ შეიძლება ადამიანი თავს უწოდებდეს ტურისტს, როცა 2 წელი უწყვეტად ცხოვრობს ამ ქვეყანაში. ესეც არის კორუფციის, ესეც არის და მათ დალაგებული აქვს სქემა სხვათა შორის. და მხოლოდ რუსები სარგებლობენ ამ კორუფციული სქემებით, თუ როგორ იღებენ ბინადრობას, როგორ არ ამოწმებენ რუსეთის მოქალაქეებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ძალიან მნიშვნელოვანია უკონტროლო საზღვრის კვეთა, უკონტროლო საზღვრის პასპორტს კი უმოწმებენ, მაგრამ ვინ გადმოდის? როცა არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ მეორეჯერ თუ მე რამდენჯერ, მაგრამ შემოდგომაზე გამოაცხადონ კიდევ ერთი დიდი მობილიზაცია. და დიდია რომ შანსი რომ 100,000-ობით რუსი დაიძრას, ვინც გამოექცევა ამ ომს, რუსეთის ომს და არ უნდა რომ იქ რაღაცა ფრონტის ხაზზე გასვლიდან 30 წუთში სიკვდილით დაასრულოს თავისი ცხოვრება და სიცოცხლე, გამოიქცა საქართველოში. ეს ადამიანების კონტროლი, ამას ჭირდება კონტროლი. ამას ეს ჩვენი უსაფრთხოების საკითხიც არის. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი. ვინ არიან ესენი? ის თუ ვარგისია უკრაინაში ომისთვის, ესე იგი მას შეიძლება კონდეს საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. ამას ჭირდება კონტროლი და ესენი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს გახდეს მიმზიდველი არა ტურისტულად ან ჩვენი ქვეყნის იმ ღირსებით და იმ ბევრი სილამაზით, ისტორიით და კულტურით, რომელიც აქვს, არამედ გახდეს იმისათვის, რომ აქ ჩამოვიდნენ რუსები და მათ შეექმნათ არა მხოლოდ ტურისტული, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურა ან დაისვენონ ასე შემდეგ, არამედ მოახდინონ ეკონომიკური ანექსია და სხვა არაფერია ეკონომიკური ანექსია, თუ არა ის, რაც დღეს ხდება. ადამიანები შემოვიდნენ 2 წელი ცხოვრობენ ამ ქვეყანაში და ტურისტები არიანო კობახიძე გვეუბნება. როგორ შეიძლება 100,000-ობით ადამიანი თვეებით ცხოვრობდეს საქართველოში და ერქვას ტურისტი. 2 კვარტალში 26 წლის 6 თვეში 600,000-ზე მეტი რუსი შემოვიდა საქართველოში. ეს მაჩვენებელი მასშტაბებს ალბათ ხვდებით რამდენიც არის, ხო? ასევე მობილიზაციის პირობებში რა პოლიტიკაა თქვენი აზრით? არა, ეს არის პოლიტიკა ის, რომ თუ რუსეთი არ ჩაკეტავს თვითონვე საზღვრებს, ესე იგი რუსეთის პოლიტიკაც არის ის, რომ მოხდეს გადინება იმ ადამიანების ვინც და ამით მოხდეს შესაბამისი, ასე ვთქვათ, შესაბამისი საზოგადოების და ეგრეთ წოდებული კომუნიტების ჩამოყალიბება. დღეს ძალიან ბევრ ქალაქში, თბილისში, ბათუმში, სხვაგან ძალიან ბევრგანაა ჩამოყალიბებული ესეთი და ისინი ამას თავს იმართლებენ და თითქოს ტურისტები არიან. არანაირად თქვენ ხო ყოფილხართ დასასვენებლად ქვეყნის გარეთ. გიცდიათ რაიმე თქვენი კომუნიტის შექმნა, ეკონომიკური საქმიანობის დაწყება, სხვა ბევრი ქართველის შემოკრება, ეგრეთ. არა, ტურისტი მიდის რომ დაათვალიეროს იმ ქვეყნის ღირსშესანიშნაობები, სპორტული, კულტურული, ისტორიული ნაგებობები. ბინადრობა უნდა გართულდეს თუ რა უნდა? არა, ეს არის საქართველოს არის აღქმული რუსეთისთვის თავარ მოკავშირედ, თავარ სანქციების გვერდით ამლელ სახელმწიფოდ, მაგალითად ის რომ კრიპტოვალუტების სერვისების თუ ასე ვთქვათ კომპანიები დასანქცირდა.
რა ქართულმა ოცნებამ არ იცოდა რომ ესეთი კომპანიები არსებობს? ან ის რომ დღეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ ერთ-ერთი კრიპტოვალუტის კომპანია იყო პირდაპირ გლდანის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მიერთებული და იქ ხდებოდა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცია. რა ამის შესახებ არის? აი ირანის მოქალაქე და რუსეთის ხო, არა, ვიცოდით სანამ ამერიკა არ დაასანქციებდა, მანამდე მათ რეაგირება არ უნდა მოეხდინათ, მანამდე მათ პრევენცია არ უნდა გაეკეთებინათ. რა თქმა უნდა, ის რომ დღეს დიახ მინდა კითხვა მოვასწრო, სანამ დავასრულებთ ანტისაოკუპაციო აქციის დრო მომწიფდაო ელენე ხოშტარია წერს ციხიდან. მანამდე ვიდრე ის დაწერდა ჩვენს ეთერში გიგა ლემონჯავაც საუბრობდა ამაზე, რაც ნიშნავს სავარაუდოდ იმას, რომ ალბათ იხარშება ეს იდეა კოალიციის ფარგლებში. შეგიძლიათ მეტი გვითხრათ ამ გეგმების შესახებ. ხო, ჯერ ახლა აქციის დაანონსებასთან დაკავშირებით ესე საუბარი არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ფართო მასშტაბიანი აქციების ჩატარება და მათ შორის ეს არის ის საკითხი, რომელზეც აუცილებლად უნდა იყოს საზოგადოების რეაგირება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გავმეორდები და ამით დავიწყე. ბრძოლა თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ჩვენ გვინდა ერთიან საქართველოში და ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ერთიანი საქართველო. ერთიანობა არის ჩვენი ქვეყნის როგორც სახელმწიფოს გადარჩენის თავარი, ასე ვთქვათ, წინაპირობა. გამორიცხულია, რომ საქართველოს დაშლილი და დანაწევრებული რა ოცნებაც ირაკლი კობახიძეს და ლავროს აქვს ერთნაირად. ვერ გახდება. ამიტომ რა თქმა უნდა, მათ შორის მე ამ პროტესტს, რომელიც დღესაც მრავალრიცხოვანი შაბათის მარში იყო, ამ პროტესტს როგორც ანტისაოკუპაციო პროტესტს უყურებ, მაგრამ ერთი დიდი, ასე ვთქვათ, მანიფესტაცია აუცილებლად იქნება ადრეულ შემოდგომაზე და ეს არ იქნება თვებით გადადებული და ასე შემდეგ და ჩემი აზრით ეს დიდი აქცია იმ პროტესტის პასუხი უნდა იყოს და იმ ბრაზის რაც საქართველოში არსებობს და მე ვხვდავ და ელენეს პოსტიც წავიკითხე და მისი პოზიციას და რა თქმა უნდა ვეთანხმები ვინაიდან ოკუპაციის წინააღმდეგ ბრაზი ყველანაირ პოლიტიკურ იდეოლოგიურ სხვაობას აქრობს ამ ხაზებს შლის გამორიცხულია ვინმე თუნდაც ქართული ოცნების ამომრჩეველი თუ ის ქართველია თუ ის ქართულ გვარს ატარებს ქართული ოჯახიდან არის გამოსული იმიტომ რომ ეს მიწა ჩვენ გვეკუთვნის ეს სამშობლო ჩვენ გვეკუთვნის ეს ხალხიც ვინც არ უნდა იყოს ის პოლიტიკურად რა პოზიციაზეც არ უნდა იდგეს ჩვენი თანამემამულია ათეულობით ადამიანია ვინც დღეს რუსეთს ემსახურება საქართველოში ღია და საქართველოსთვის ბრძოლა როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლა როგორც ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა და ევროინტეგრაციისთვის ბრძოლა ასევე ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის და საქართველოსთვის ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება გადაწყვეტილად აი როგორც თქვენ გიყურებთ ისე ვარ დარწმუნებული რომ ეს რეჟიმი რუსეთისკენ გადადგმული ბოლო ნაბიჯებისთვის აუცილებლად აგებს პასუხს და შემდეგ გავახსენებთ ყველა იმ სიტყვას რაც მათ თუნდაც რუსოფობიაზე კობახიძეს მოუწევს პასუხის გაცემა საიდან გაუჩნდა აზრი და ჭკუა თუ ტვინი თუ აქვს რამე საიდან გაუჩნდა სიტყვა რუსოფობია აი სად ნახა რუსოფობია პლაკატზეა რომ ოკუპანტი დაუძახო რუსოფობია აი საიდან მოუვიდა მოუწევს პასუხის გაცემა ამ კითხვაზე საიდან მოუვიდა რომ საქართველოში არის რუსოფობია პლაკატია რუსოფობია გასაგებია ესე იგი და მას მოუწევს პასუხის გაცემა ხო არ თანამშრომლობდნენ ინფორმაციას ხო არ იღებდნენ შესაბამისი სამსახურების და რუსეთის შესაბამისი სამსახურების